ამერიკის შემდეგ ოლიგარქი ბრიტანული სანქციების მოლოდინშია. 14-მა დეპუტატმა უკვე მიმართა ბრიტანეთის ხელისუფლებას ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით, რასაც მალევე მოყვა ოცნების პარტიული განცხადება ტრადიციული კონსპირაციებით, ისევ Deep State-ისა და გლობალური ომის პარტიის დადანაშაულებით და მუქარით, რომ ივანიშვილის სანქციებით დიდი ბრიტანეთის როგორც სახელმწიფოს ავტორიტეტი საბოლოოდ შემოიშლება. ბრიტანული სანქციების დაანონსებას რეჟიმის ასეთი მყისიერი და მწვავე გამოხმაურება სავარაუდოდ ივანიშვილის ოფშორული კომპანიების გამო მოყვა, რომლებიც მას ბრიტანეთის იურისდიქციაში არსებულ ვირჯინიის კუნძულებზე აქვს. ეს კომპანიები პანამა პეიპერსის მასშტაბურ ჟურნალისტურ გამოძიებაშიც მოხვდა. რა ქონებას ფლობს დიდ ბრიტანეთში და რისი ეშინია ოლიგარქს? ნინი ბალანჩივაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში ამ თემით, გისმენინი. თუ გავითვალისწინებთ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოძიებებს ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ კომპანიებთან დაკავშირებით, ცხადია და ფაქტი არის ის, რომ ოლიგარქი ივანიშვილი ახლა განსაკუთრებულად ნერვიულობს დიდი ბრიტანეთიდან მომდინარე სანქციებთან დაკავშირებით და სწორედ სავარაუდოდ ამას ემსახურება ქართული ოცნების პოლიცსაბჭოს განცხადება, რომელიც გავრცელდა გუშინ, რაც შეეხება იმ კომპანიებს, რომელსაც ფლობს ბიძინა ივანიშვილი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. ეს ოფშორული კომპანიები მას აქვს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, რომელიც ბრიტანეთის იურისდიქციაში არის და სადაც საუბარი არის იმაზე, რომ ამ კომპანიების უკვე დასანქცირების შემთხვევაში, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში ეს ოფშორული კომპანიები საერთოდ გაიყინება და მასზე წვდომის საშუალება აღარ ექნება ბიძინა ივანიშვილს. ეს არის დაახლოებით 12-მდე კომპანია, რომელიც მდებარეობს ვირჯინიის კუნძულებზე და მათ შორის მაგალითად არის ისეთი კომპანიები და ისეთი აქტივები, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს რუსეთში. ამ აქტივების მმართველი კომპანიები კი მდებარეობს ვირჯინიის კუნძულებზე, რეგისტრირებული არის ვირჯინიის კუნძულებზე. გარდა ამისა, უნდა გავიხსენოთ ასევე თანაინვესტირების ფონდი, რომელიც კაიმანის კუნძულებზე მდებარეობს და ეს ფონდი თავის მსხვილ ბიზნესებს ფლობს საქართველოში. ასევე აქ არის გამოსაყოფი ის ოფშორული კომპანიები, რომლებიც მდებარეობს ვირჯინიის კუნძულებზე და რომლებიც აფინანსებს ფონდ ქართულს. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ თავის ტკივილად ექცა ნამდვილად ბიძინა ივანიშვილს ის სანქციები და ის დაანონსებული სანქციები, რომელსაც სავარაუდოდ ჩვენ უკვე თებერვლიდან ვნახავთ მსჯელობას ამ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში. ამ თემასთან დაკავშირებით და ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ კომპანიებთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი გამოძიება, კვლევა და ანგარიში ვნახეთ, მათ შორის მსგავსი ანგარიშები ვნახეთ საერთაშორისო გამჭვირვალობის მხრიდან. არასამთავრობო ორგანიზაცია წლების განმავლობაში მუშაობდა ამ საკითხთან მიმართებით და მათ აღმოაჩინეს დაახლოებით 15-მდე ოფშორული კომპანია, რომელიც სწორედ დიდი ბრიტანეთის იურისდიქციაში შედის და გარდა ამისა ჩვენ გვახსოვს საერთაშორისო გამოძიებები, როგორიც არის მაგალითად პანამა პეიპერსი, პანდორა პეიპერსი, ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოძიება, სადაც მოხდა მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ფლობს ოფშორულ კომპანიებს, მათ შორის დიდი ბრიტანეთის იურისდიქციაში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი მესამე სექტორში საუბრობენ იმას, რომ საკმაოდ მძიმე იქნება ეს გადაწყვეტილება და სანქცირება ბიძინა ივანიშვილისათვის, ოლიგარქისთვის, რომელიც უკვე დაანონსა დიდმა ბრიტანეთმა და ამას უკვე უნდა ველოდოთ სავარაუდოდ მომდევნო თვეებში. მესამე სექტორში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი სწორედ ხდება იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ხედავთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. დიდი ბრიტანეთი არის ის ტერიტორია, რომელსაც ივანიშვილი აქტიურად იყენებს თავისი ბიზნესის რეგისტრაციისთვის და საქმიანობისთვის, განსაკუთრებით აქედან გამოსაყოფია ეგრეთ წოდებული ოფშორული ტერიტორიები, რომელიც იურიდიულად დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე არის მოქცეული. ეს არის ვირჯინიის კუნძულები, ეს არის კაიმანის კუნძულები და უმრავლესობა იმ მსხვილი ბიზნესიც, თუნდაც რაც საქართველოში აქვს ბიძინა ივანიშვილს და საქმიანობენ აქ, რეგისტრირებული არიან სწორედ ამ კუნძულებზე, ვირჯინიის კუნძულებზე და კაიმანის კუნძულებზე. მაგალითად, მათ შორის არის თანაინვესტირების ფონდი, რომელიც საკმაოდ მსხვილ ბიზნესებს ფლობს საქართველოში. ესენი საბოლოოდ კაიმანის კუნძულებზე არის რეგისტრირებული. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის დღემდე აქვს გარკვეული აქტივები რუსეთში და ამ აქტივების მმართველი კომპანიები ვირჯინიის კუნძულებზე არის რეგისტრირებული. ასევე ფოთის პორტთან, ფოთის ინდუსტრიულ ზონაში აქვს საერთო ბიზნესი ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ინაწილებენ და ეს ბიზნესიც რეგისტრირებული არის ვირჯინიის კუნძულებზე.
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში უკვე შეტანილი არის წინადადება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით. 14 პარლამენტარი აწერს ამ წინადადებას ხელს, სადაც ისინი ხელისუფლების მხრიდან მოითხოვდნენ, რომ დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, ოლიგარქი, რომელიც ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წარმართვას. რამდენიმე მთავარი მოთხოვნა არის პარლამენტარების მხრიდან ამ შემთხვევაში. მთავარი და მნიშვნელოვანი არის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც უნდა გადაიხედოს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის. ასევე პარტნიორები გმობენ ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვასა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში და გარდა ამისა მნიშვნელოვანი არის ის, რომ უნდა იყოს გათვალისწინებული ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებული სანქციები. ამ წინადადებაში წერია, რომ დიდმა ბრიტანეთმა ცნობად უნდა მიიღოს ის სანქციები, რომელიც ჩვენ უკვე ვნახეთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას, ჩვენ უკვე ვიცით მათი გადაწყვეტილება. დიდმა ბრიტანეთმა საერთოდ გაყინა უორდროპის სტრატეგიული დიალოგი საქართველოსთან, გააუქმა თავდაცვის შტატებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და ეს გადაწყვეტილებები იქიდან გამომდინარე იქნა მიღებული, რომ ჩვენ ვხედავთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს და ვხედავთ რა გადაწყვეტილებებს იღებს რეჟიმი განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში და განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც მათ მიიტაცეს ქართველი ხალხის ნება. ეკონომისტები საუბრობენ იმ მძიმე მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც ახლა უკვე ემუქრება დიდი ბრიტანეთიდან ივანიშვილს და მის გარემოცვას. ასევე ისინი ამბობენ, რომ ეს სანქციები მხოლოდ არ გაჩერდება ბიძინა ივანიშვილზე და შეეხება მის ახლო გარემოცვასაც, მათ შორის ბიზნესმენებსაც, რომლებიც არიან დაკავშირებული სწორედ ოლიგარქთან და ისინი ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში უნდა დაფიქრდეს ბიძინა ივანიშვილი რა ნაბიჯებს გავს, ვინაიდან ეს იქნება სანქციები, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება ოლიგარქს. ბიზნესები, სპონსორი ბიზნესები და ბიძინა ივანიშვილი ერთის მხრივ აწარმოებს აღვირახსნილ პროპაგანდას, ანტიდასავლურ პროპაგანდას, მაგრამ ამავე დროს მათი შემოსავლები ინვესტირდება უცხოეთში, მათი შემოსავლები ინვესტირდება დასავლეთში, ისინი ყიდულობენ უზროქონებას დასავლეთში, ისინი ახორციელებენ, მათი კომპანიები არის დასავლური კომპანიები, მათ შორის ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და სხვა და სხვა. ეს სანქციები, თუ კი ისინი დაინიცირდება, როგორც დღეს გახდა ცნობილი, პრაქტიკულად ხელფეხს შეუკრავს ამ ადამიანებს. ეს არის კეთროვანთა სია, ეს არ არის მარტივი ამბავი, არა მარტო მათთვის, არამედ მათი ოჯახის წევრებისთვის, მათი შვილები სწავლობენ დასავლეთში და რომსაც სწავლობენ რეპუტაციულად, ეს არის კატასტროფა, როდესაც პრაქტიკულად მაგნიტსკის ჯალათების სიაში ხვდები, ან ფინანსური სანქციები გეკისება რუსული ინტერესების გატარების გამო. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ივანიშვილის ფინანსური და ქონებრივი უსაფრთხოების, ვინაიდან მისი ძირითადი ოფშორული კომპანიები სწორედ თავმოყრილია ვირჯინიის კუნძულებზე და მათი სანქცირების შემთხვევაში ივანიშვილს მნიშვნელოვნად შეეზღუდება იმ ქონებაზე და ფინანსებზე წვდომა და მათი განკარგვა, რაც ამ იურისდიქციაში აქვს განთავსებული და რა კომპანიებია ეს, რამდენიმე შეგვიძლია გამოვყოთ, ეს არის ოფშორული კომპანიები, რომლებიც მაგალითად აფინანსებენ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართულს, რომლის ანგარიშები გასაიდუმლოებულია და სადაც მაღალი ალბათობა ივანიშვილის სხვადასხვა ფინანსური და ქონებრივი მაქინაციებით იყოს დაკავებული. ამ ოფშორულ კომპანიებს შორის არის მაგალითად კომპანია, რომელთაც ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ივანიშვილი მართავს სპორტში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას. გასული წლის 19 დეკემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს. საუბარი არის შინაგან საქმეთა მინისტრზე ვახტანგ გომელაურზე და უწყების კიდევ 4 მაღალჩინოსანს და აქ მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ისინი პასუხისმგებლები არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობასთან დაკავშირებით და ახლა უკვე მას შემდგომ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 14.024 განკარგულების საფუძველზე დაასანქცირა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ეს საკითხი განიხილება დიდ ბრიტანეთში, უკვე გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შევიდა წინადადება, რომელსაც ხელს აწერს 14 პარლამენტარი და სადაც საუბარი არის იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებული სანქციები უნდა იყოს გათვალისწინებული ბიძინა ივანიშვილის მისამართით და უნდა გადაიხედოს ურთიერთობები დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის. ამ ყველაფრის განხილვა კი სავარაუდოდ უკვე დაიწყება თებერვალში, როდესაც გაიხსნება დიდ ბრიტანეთში სასესიო სხდომები.